UFC Freedom კვირას 14 ივნის შენ ხომ იცი შენი წარმომავლობა არიზონაში სპინედის მომპოვებელ ქალაქში გაიზარდე მამა შენი ამდენი წლის განმავლობაში მეშახტე იყო ახლა კი აქ ხარ UFC-ს ღონისძიების მთავარ ბრძოლაში თეთრ სახლში ვიცი თქვენ რომ ბრძოლაზე უნდა მოახდინო ფოკუსირება მაგრამ საერთოდ თუ აცნობიერებ როგორ იყო ეს გზა საიდან წამოხვედი და ახლა სად ხარ სხვადასხვა ზუსტად ამდენით კითხა ვიღაცა მამის შესახებ 2007 წელს მამაჩემმა მანქანით ჩამომიყვანა კოლორადოში და აქ დამტოვა. მაშინ აქ საერთოდ არავის ვიცნობდი. 10,000 მწვრთნელს არ ვიცნობდი, 10,000 ათლეტს, 10,000 მოჭიდავეს. ასე რომ რეალურად ეს ყველაფერი იყო ჩემი მცდელობა დავრჩენილიყავი დისციპლინირებული და არ დამეშვა შეცდომები. იდეალური არ ყოფილვარ, აჩქარა რომ გავიზარდე და უფრო ბრძენი გავხდი, თუმცა ეს გამოცდილება უბრალოდ გიჟურია. როდესაც უკან მოვიხედავ ხოლმე ეს ფენომენალური იქნება. აი ასე, მარტო რომ დამტოვეს აქ. არავინ რომ არ მყავდა და მე შევქმნი ყველა ეს ურთიერთობა ჩემს მწვრთნელებთან, ჩემს მენტორებთან, ჩემს თანაგუნდელებთან, ასისტენტებთან, შემგზავრებთან, ფიზიოთერაპევტთან და უბრალოდ ყველა ამ ადამიანთან, ვინც ამ გზაზე დამეხმარა. ასე რომ როცა უკან ვიყურები, ვფიქრობ რომ ეს გამოცდილება საოცარია, მაგრამ რეალურად სწორედ ის ადამიანები, ვინც აქამდე მომიყვანეს, იქნებიან ის ვის დაფასებას და ვის მიმართ მადლიერების გამოხატვასაც საბოლოოდ შევძლებ. ეს ნამდვილად მაგარია, ბევრი საუბარია თეთრ სახლზე, ეს იქნება ქამრების გაერთიანება. შენ ხარ პირველი მებრძოლი UFC-ს ისტორიაში, ვინც მსუბუქი წონის დროებითი ქამარი, ან საერთოდ ნებისმიერ სახის დროებითი ქამარი ორჯერ მოიგო. უბრალოდ მაინტერესებს, იმ დონეზე ჩხუბი რა დონეზე შენ ხარ. ამ საჩემპიონო მხარეს ადვილი არ არის ხომ? შენ შეგეძლო ცხოვრების ამ ეტაპზე გეთქვა. იცი რა მე ახლა ფულისთვის ვიჩხუბებ. ქამარი უკვე მქონდა და უბრალოდ საინტერესო ბრძოლებს ამოვარჩევო. რამ გაიძულა რომ კვლავ გავიგრძელებინა ამ უდავო ჩემპიონობის სტატუსის დევნა რა არის შენში ასეთი რაც გეუბნება არა მე გვერდზე არ ვუხვევ და ჩემპიონი უნდა გავხდეო რეალურად ეს ერთადერთი რამ არის რითვისაც ბრძოლა ოდესმე მდომია ცხადია მე არ მოვდივარ მდიდარი ოჯახიდან არ მოვდივარ დიდი შესაძლებლობებიდან და როცა ამ საქმეს იწყებ თავიდან შენ თვითონ გიწევს ფულის გადახდა რომ ეს აკეთო ასე რომ ფული არასდროს არის მიზეზი რის გამოც ამას აკეთებ თუმცა ახლა ნამდვილად კარგია ფინანსური თავისუფლება რომელიც ბრძოლის საშუალებით მოიპოვა ეს განსაკუთრებულია და არის რაღაც რაზეც ვერასდროს ვიფიქრებდი რომ მიღწევას შევძლებდი და ალბათ სხვა გზით ვეც მივაღწევდი ასე რომ ეს ნაწილი სუპერ განსაკუთრებულია ანუ წარმატება გაქვს შეგეძლო უბრალოდ წასულიყავი და გეთქვა შეხედეთ ყველაფერს მივაღწევი სიმართლე რომ გითხრათ ჩემს თავზე მე უბრალოდ კურსს მივდებ და ვიგებ ვიგებ მაშინ როცა მოგება მჭირდება მე მხოლოდ ყოფილ ჩემპიონებთან ან საჩემპიონო ბრძოლებში მოგწაგებული და ცხადია ეს სასიამოვნო არ არის ჩემი კარიერის ეს ნაწილი არ მომწონს მაგრამ მე ესე ვუბრუნდები საქმეს თანაც აგებების შემდეგ ბევრად უფრო საშიში ვარ ვიდრე მოგებების შემდეგ ეგ ადამიანის გონება და უბრალოდ ძალიან ეშმაკური სიტუაცია როცა წარმატებული ხარ და გჭირდება რომ პროცესის მიმართ ისეთი ერთგული დარჩე როგორც საჭიროა თუმცა ყოველთვის არსებობს UFC-ს ამასი სწრაფი შეხსენება. კარგი ნოკაუტი იყო. ვფიქრობ მე ისევ იმ ფიქრით ვარჯიშობ რომ აი ახალ Max Holloway-მ გამთიშა მეთქი. მას შემდეგ ორი მოგება მქონდა და კი ეს საოცარი იყო. ჩემი თავიდან მოშორება სცადეს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემი თავიდან მოშორება არ უნდათ. აშკარა რომ კომპანიისთვის შესანიშნავი მებრძოლი ვარ. მაგრამ ხომ იცი, მე უკან ჩამოვიტოვე ეს ახალგაზრდა მომავალი თაობა. ჯანდაბა ეს ტიპები ხო ძალიან მშივრები არიან. ედი ძალიან მშიერი იყო. ფიზიევი ძალიან მშიერი იყო. არმანი ძალიან მშიერია. ახლა ეს ბიჭები ყველანი ახალგაზრდა მომავალი მებრძოლები არიან და ყველანი ჩემკენ მოდიან. და ყოველ ჯერზე როცა შანსი მომეცა მე ისინი უკან ჩამოვიტოვე. ასე რომ აქ მიზეზის გამოვა. აქ იმიტომ ვარ რომ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. და ვეჩხუბები ტიპს რომელიც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მაგრამ მე მყავს შესანიშნავი მწვრთნელი და ჩვენ გვექნება შესანიშნავი გეგმა. და მე მას სახეს შევუწვლი, ზუსტად ისე როგორც ყველა ჩემს მეტოქეს. ეს ძალიან მომწონს, აღფრთოვანებული ვარ. შენ ასაუბრებ უბრალოდ პედიპიმლეთთან მოგებაზე, მაგრამ რა სამტკიცებს ეს? აი როგორც თავად თქვი, მე არ ვცდილობ შენს გაცილებას სპორტიდან, მაგრამ ახლა უკვე აღარ ხარ ახალგაზრდა ბიჭი. ხომ ასია? ხო და როცა ამ ახალგაზრდა ტიპებს უგებ, ეს შენ საკუთარ თავში ამტკიცებს რამეს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს რამეს ვამბობდი. როცა ვირწმუნებ, როცა ვიფიქრებ რომ ჩემი ახალგაზრდა ვერსია აჯობებდა ჩემს ამჟამინდელ ვერსიას, აი მაშინ იქნება სპორტიდან წასვლის დრო. ასე რომ დიახ, ამ გამოწვევების ქონა თუნდაც ედისთან ბრძოლა აუტსაიდერად ყოფნა საოცარი იყო. 36 წლის ასაკში მე რეალურად ვარწმუნებ საკუთარ თავს, რომ ისინი ჩემზე უკეთესები არიან. საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ წავაგებ, იმიტომ რომ ამ გზით საშინელ ბერს ვშრომობ. და როცა ვიგებ და წარმატებული ვარ, თავად გაკვირვებული ვრჩები. გაკვირვებული ვიყავ იმით, რომ რამდენად ეფექტური და დომინანტური იყო ეს ბრძოლა, იმიტომ რომ კიდევ ვამბობ, ამ ბიჭებს ძალიან დიდი მენტალური იმპულსი აქვს.
ტედის ძალიან დიდი იმპულსი ჰქონდა და ეს ძალიან გავს ამ ბრძოლას თოფურიასთან, სადაც ეს იმპულსი თავიდანვე ადრეულ ეტაპზევე უნდა მოვსპო. ტედისთან ამის გაკეთება კორპუსში ძლიერი დატყვით შემძელი და პირველსავე რაუნდში დავაგდე. ამის შემდეგ ის უკვე საკუთარ იმპულსს ებრძოდა. ეს ძალიან დიდი ფაქტორი იქნება ამ ბრძოლაშიც. ასე რომ დიახ, ეს ახალგაზრდა მომავალი მებრძოლები არ გაჩერდებიან. ეს ბავშვები მთელი მსოფლიოდან მოდიან. ჩემს თანაგუნდელებს ვეუბნები ხოლმე. ბიჭებო, ნებისმიერი ქვეყნის ყველაზე ღარიბი წერტილებიდან წამოსულ ბავშვებს აქვთ შანსი მოხვდნენ ზუსტად აქ, სადაც თქვენ გინდათ ყოფნა და ეს ბავშვები მშივრები არიან. ასე რომ თუ შენ არ შრომობ, შანსი არა რომ ამ ბავშვებზე მეტი იშრომო. და ის ვნება, რაც მათ აქვთ გადალახონ სირთულეები და მიაღწიონ წარმატებას, იმაზე დიდია, ვიდრე ამერიკელს საერთოდ შეუძლია წარმოიდგინოს. არასოდეს უნდა მოეშვა, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ მთელი მსოფლიოდან მოდიან ადამიანები შენს დასამარცხებლად. ჩემს დარბაზში ახალგაზრდა ბიჭებს მუდმივად ვახსენებ. თუ ახლა არ შრომობ, მაშინ უბრალოდ წადი და სამსახური იშოვეთ. თუ ბოლომდე არ იხარჯები, თუ არ ხარ დისციპლინირებული, თუ არ სწირავ ყველაფერს, რაც უნდა გაწირო, იმისთვის რომ ამ პოზიციაზე მოხვდე, მაშინ უნდა წახვიდე, სამსახური იშოვო, კარიერა დაიწყო და კარიერულ კიბეს აყვე. იმიტომ რომ ეს ძალიან მკაცრი სპორტია, თუმცა მეორე მხრივ სამსახურში იმიტომაც უნდა წახვიდე, რომ მილიონიდან მხოლოდ ერთი აღწევს წარმატებას. მე ბავშვობაში ბევრჯერ მეუბნებოდნენ ამას, მინდოდა პროფესიონალი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ყოფილიყავი და ყველა მეუბნებოდა. შანსები იმდენად მცირეა, თითქმის მილიარდიან ერთიაო. მე კი პასუხობდი, ესე იგი ერთი შანსი მაინც არსებობს მეთქი. აი ასეთი მენტალიტეტი უნდა გქონდეს ყოველ დღე და ეს არის მენტალიტეტი, რომელიც ძალიან დიდი ხანია. ჩემი სხეული, ძალიან კუსთხეული ვარ, რომ ჯანმრთელობა მერგო და ეს უდიდესი ნაწილია, ასე რომ ვუვლი საკუთარ თავს. ცხადია, კარიერის დასაწყისში შეცდომებს უშვებდი, მაგრამ ბოლო 6-7 წელია პირადი შეფამზარეული მყავს, დიეტას ვიცავ. სწორად ვიკვებები, საჭირო რაოდენობით ვისვენებ, ვიტარებ სათანადო ფიზიოთერაპიას და ვუვლი ჩემს სხეულს. არასდროს მეგონა თუ ამ ყველაფრის გაკეთება მომიწევდა, მაგრამ 37 წლის ვარ და ახლა ყველა ამ დეტალს აქვს მნიშვნელობა. ეს წარმოუდგენელი რჩევაა ძმაო. კარგი ნება მომეცე კითხო ილიათო ფურიაზე. შენ თქვი რომ ის საშიშია, მაგრამ შენ მთელი შენი კარიერის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესოებიდან საუკეთესოებს ებრძოდი. რაც ფიქრობ მასზე? არის რაიმე ისეთი, რაზეც ხედავ და ამბობ, აი აქ ნამდვილად უკეთესი ვარ და ზუსტად ამ კომპონენტში მოვუგებ. არასდროს მივცენ საკუთარ თავს უფლებას, რომ ქედმაღლუღი მენტალიტეტით მიუდგე საქმეს, როცა საუბარი ბრძოლაზეა. მე ვიცი რომ ის ძალიან კარგია. ვფიქრობ, ყველას განსხვავებული ბრძოლის სტილი აქვს. მისი სტილი კონკრეტულად უფრო ბოქსზეა ორიენტირებული, როცა საქმე ეხება დისტანციას, სივრცეს, ტაიმინგს და ინფორმას და პოზიციონირებას. ასე რომ დიახ, ის ჩემზე დაბალია და ხომ იცი, ადგინა რომ შენი თავი ძალიან მაღლა გეჭიროს იმ ტიპების წინაშე, რომლებიც პირდაპირ რაკეტებს ისვრიან. ასე რომ პოზიციის შენარჩუნება იქნება ყველაზე დიდი ფაქტორი ამ ბრძოლაში. ჩემს პოზიციასთან დაკავშირებით ძალიან ჯიუტი უნდა ვიყო. უნდა გავაკონტროლო სივრცე, უნდა გავაკონტროლო მისი ფეხები და ნამდვილად ძალიან მონდომებული უნდა ვიყო დაცვაში. მუდმივად უნდა ვიგებდე ბრძოლას, კუთხეებსა და დისტანციას. ფიზიკურად ვიცით რომ ყველა ინსტრუმენტი გაგაჩნია, მენტალურადაც ადრე ყოფილხარ ამ პოზიციაში. UFC-ს მე-7 საჩემპიონო ბრძოლაა. წარმოგიდგენი, მთელი ამ გამოცდილებებიდან გამომდინარე, შენი აზრით რა არის ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც უმაღლესი დონის საჩემპიონო მატჩებიდან გამოიტანე და რაც შეიძლება ამ კონკრეტულ ბრძოლაში გამოიყენო? ფიქრობ, ოლივეირასთან და ხაბიბთან ბრძოლების დროს ნერვიულობდი მათ ძლიერ მხარეებზე. ჩემი წარმატებების უდიდეს ნაწილში ყოველთვის იმაზე ვზრუნავდი, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ყოფილიყავი. ასე რომ ახლა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიქნები. არ ვაპირებ ვიდადო მის კრივზე ან მის სტრაიკინგზე. გამოვიყენებ ჩემი ფეხით მუშაობას, გამოვიყენებ კუთხეებს, დისტანციის შექმნის და მისი კონტროლის უნარს. ჩემს რეაქციის დროს, რომელიც მჯერა რომ ნებისმიერზე სწრაფია. სწორედ ამან მომიყვანა ამ წერტილამდე. უნდა ვენდო იმასაც გამაჩნია, ნამდვილად უნდა გავიდე იქ და ჩემი სტილის ბრძოლა და ჩემი გეგმა განვახორციელო. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ რეაგირება მოახდინო მის მოქმედებებზე, როგორც ხაბიბის ან ოლივეირას გრეპლინგზე ვცდილობდი რეაგირებას და რაღაცეებზე ვნერვიულობდი. აშკარაა, რომ ოლივეირასთან ბრძოლის შემდეგ საშინაოდ ბევრი ვიშრომე ჩემ ჯიუ-ჯიტსუზე, ასე რომ ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ პოზიციებში. შესაბამისად, ბრძოლა მიწაზე გადავართ ფეხზე დაცვა, ნამდვილად მსუზ ბრძოლის გაკონტროლება და არასდროს ვიყო უბრალოდ ჩემი მეტოქის მოქმედებებზე რეაგირების რეჟიმში. აი ეს არის ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ჩემს ორ წაგებაში ვისწავლე. და კი, რთულია, მაგრამ წინ უნდა იარო. ძალიან მნიშვნელოვანია წინ სიარული. და ბალიტანის ტიპთან წინ წასვლა ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ვთქვათ ოლივეირასთან, მაგრამ ვფიქრობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავის გამოყენება პოზიციისთვის. თავი მის მკერდში უნდა ჩავრგო, უკან გავიწიო და მძიმე ბენზო დაუნდებელ ჩხუბში უნდა ჩავიწრიო. აი ეს მინდა მე რომ გავაკეთო. გვინახავს ომას დათმები ხდება. უყურებ მის ბრძოლას მაქს ჰოლოვეისთან და ამბობ, ვაუ, ისეთი დომინანტური იყო.
მაგრამ მე უკან ბრუნდები, ხელახლა უყურებ და ხედავ, რომ აქვს საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა გაცვლებში. ოლივეირასაც საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა გაცვლებში. უბრალოდ მათ მერე გარკვეული შეცდომები დაუშვეს. ის კი ძალიან კარგია, საოცრად იყენებს შენ შეცდომებს თავის სასარგებლოდ. ასე რომ ეს არის რაღაცეები, რაც მე არ უნდა გავაკეთო. უკან არ უნდა წავიდე, წონასწორობა არ უნდა დავკარგო, ზედმეტად ვერტიკალური არ უნდა გავხდე, მარცხნივ არ უნდა მიბიძგოს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სპეციფიკური დეტალებია, რომლებსაც ჩემი მწვრთნელები ჩემს ვარჯიშებში აღწევენ. ეს არ ხდება მხოლოდ სიტყვიერი მინიშნებებით, ეს ხდება მოქმედებებით. ასე რომ თითოეული ვარჯიში შექმნილია რაიმე განსაკუთრებულისთვის, რათა განსაკუთრებულად ვიმოძრაო და გავაკეთო რაღაც. და ბოლოს ეს ყველაფერი ერთიანობაში იკვრება. მე ამაზე დიდად არ ვქნებიულობ, მაგრამ აშკარად შევამჩნიე, როგორ იღებს ბრძოლის გეგმა საბოლოო სახე. კარგი ჯასტინ ძმაო, ყველანი მოუთმენად ველოდებით ამ ბრძოლას. პირობას გაძლევთ, რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში თავს დაგანებებთ, რათა წახვიდე და მხოლოდ ბრძოლაზე მოახდინო ფოკუსირება. ასე რომ ამით დავასრულებ. რაიმე სხვა ფინალური აზრი, გზავნილი არის რაიმე რაც კიდე ფანებს უთხრა? საშინად ბევრს ვშრომობ. ეს გამარჯვება ძალიან მინდა, მაგრამ ხომ იცი, ცხოვრების ეშმაკური ნაწილი ისაა, რომ რაც უფრო მეტად გინდა, რაღაც ხანდახან მით უფრო ცუდად აკეთებ საქმეს. ასე რომ მე ვიქნები სრულიად მზად, ვიქნები საოცრად თავდაჯერებული. ვენდობით ჩემს მწვრთნელს, ვენდობით ჩემს გუნდს და ეს შესაძლებლობა გავაკეთო რაღაც ისეთი ლეგენდარული არის ყველაფერი, რისთვისაც შევიქმენი, რისთვისაც დავიბადე. ეს შეიძლება შეედარო სასწაულს ყინულზე. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, როცა საქმე სპორტულ შეჯიბრში წარმატებას ეხება. ასე რომ ეს შესაძლებლობა არის ყველაფერი, რაც კი შემეძლო მეთქვა. მე არასდროს გვპირდები, რომ აუცილებლად მოვიგებ, იმიტომ რომ ეს ძალიან გიჟური სპორტია, მაგრამ გვპირდები, რომ ჩემს მომზადებას ყველა იმ გაკვეთილსაც ვისწავლე, გვპირდები, რომ ყველაფერს გამოვიყენებ, რაც შემიძლია. რათა ვიყო მაქსიმალურად იდეალური. მაქსიმუმს გავაკეთებ წარმატებისთვის და ამ ქვეყნის წარსადგენად. მოვიგებ თუ წავაგებ ამ ქვეყანას ისე წარვადგენ, როგორც მას შეეფერება და ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებელი ვიქნები ჩემს თითოეულ ქმედებაზე. ამაზე უკეთესად ვერ სიტყვოდი, ჯასტინ. მოუთმენად ველოდებით, ძმაო. ისტორია იწერება კვირას 14 ივნისს. შევხვდებით ერთხელ სახლში, ამბადროებით.